რატომ არ ჟანგდება უჟანგავი ფოლადი? სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დაფიქრებულ ხართ, ოდესმე რატომ არ ჟანგდება ზოგიერთი ქვაბი, ჩანგალი, ან თუნდაც შენობების კონსტრუქციები, რომლებიც წვიმას ექვემდებარება, ისე როგორც ჩვეულებრივი ლუსმანი? პასუხი იმყოფება რეუნციურ მასალაში, უჟანგავ ფოლადში. ამ გამძლეობის უკან დგას ქიმიური ელემენტების ზუსტი კომბინაცია, ფენომენის სახელად პასივაცია და თითქმის შემთხვევით აღმოჩენის ისტორია. მაგრამ მანამდე რა არის ზუსტად უჟანგავი ფოლადი? ძირითადად უჟანგავი ფოლადი არის რკინისგან მირებული მეტალის შენადნობი, რომლის მთავარი ინგრედიენტია ქრომი. საერთო ფოლადი ძირითადად შეიცავს რკინასა და ნახშირბაცს, ხოლო უჟანგავში აუცილებელია მინიმუმ 10.5% ქრომი მის შემადგენლობაში. ასევე სხვა ელემენტების გარდა, როგორიცაა ნიკელი, მოლიბდენი ან ტიტანი. ეს ფორმულა შემთხვევითი არ არის, რადგან სწორედ ქრომმა გადაჭრა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კოროზია. მაგრამ როგორ აღმოაჩინეს იგი? ისტორია იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისში, შეფილდში, ინგლისში. 1913 წელს მეტალურგი ჰარი ბრედლი იკვლევდა ცვეთაგამძლე შენადნობებს იარაღის ლულებისთვის. ტესტირების დროს მან შენიშნა, რომ 12.8%-იანი ქრომის ნიმუში არ ჟანგავდა მას შემდეგ, რაც კოროზიულ ნივთიერებებთან იყო შეხებაში. ჰარი მიხვდა, რომ ეს შენადნობი პოტენციალს იძლეოდა არა იარაღებისთვის, არამედ ჭურჭლისთვის, რადგან დანები და ჩანგლები მუდმივად ზიანდებოდა. 1915 წელს მან დააპატენტა ეს შენადნობი, რომელსაც უწოდა უჟანგავი ფოლადი. მაგრამ რა ხდება ქიმიურ დონეზე? საიდუმლო იმაშია, რომ წარმოიქმნება უხილავი დამცავი ფენა. როდესაც ფოლადში არსებული ქრომი კონტაქტში შედის აერის ჟანგბადთან, ხდება სპონტანური რეაქცია, როგორც ეკრანაზე გამოჩნდება ფორმულაში. შედეგად წარმოიქმნება ულტრათხელი ფენა დაახლოებით 3-დან 5 ნანომეტრამდე ქრომის 3 ოქსიდისა, რომელიც მეტალის ზედაპირზე ეკვრის. ეს ფენა ინერტულია, წყალში უხსნადია და რაც მთავარია, თვითგანკურნებადია. ეს იმიტომ, რომ თუ იგი დაიკაწრება ან დაზიანდება, ქვეშ არსებული ქრომი მხისიერად რეაგირებს ჟანგბადთან და ბარიერს ხელახლა აღადგენს. და ეს უხილავი ფენა, რომელიც რკინას იზოლირებს ტენიანობისა და ჟანგბადისგან, ხელს უშლის კლასიკურ ჟანგვის რეაქციას, როგორც ეკრანზე ვხედავთ. სად? ეს უკანასკნელი ნაერთი არის ჩვეულებრივი ჟანგი, რკინის 3 ჰიდროქსიდი, რომელიც საბოლოოდ ხდება ფოროვანი და იფცქნება, რის შედეგადაც ახალი ფენები ექვემდებარება კოროზიულ ზემოქმედებას. ეხლა თუ უჟანგავი ფოლადი სიმტკიცისა და ინოვაციის სიმბოლოა, ასეთივე თვისებების მქონე კარიერა ბევრის ოცნება. მაგრამ როგორი იწარმოება უჟანგავი ფოლადი? პროცესი იწყება ელექტრო ან საბაზისო ჟანგბადის ღუმელებში, სადაც რკინა, გუში, ფოლადის ნამსხვრევები და შენადნობები დნება. დაახლოებით 1600 გრადუს ცელსიუსზე ნახშირბადის შემცველობა მცირდება და ემატება ისეთი ელემენტები, როგორიცაა ქრომი და ნიკელი. კრიტიკული ეტაპია ვაკუუმში დეკარბონიზაცია, რომელიც აშორებს გახსნილ აირებს, რათა თავიდან იქნას აცილებული მასალის მტვრევადობა. შემდეგ შენადნობი მხარდება ინგოტებად ან ცხელ და ცივ ლენტებად, ხოლო თერმულად მუშავდება მექანიკური თვისებების დასარეგულირებლად. ბოლოს ნიტრონის მჟავით პასივაცია აძმიერებს ქრომის ოქსიდის ფენას. თუმცა ქრომის გარდა სხვა კომპონენტებიც აუცილებელია. ნიკელი აძლიერებს აუტენიტურ კრისტალურ სტრუქტურას, აუმჯობესებს დუქტილობასა და მჟავების მიმართ მდგრადობას, მისი პროცენტული შემცველობაა 8-დან 10%-მდე, მაგალითად ფოლადში American Iron and Steel Institute 304. მოლიბდენის დამატება ზრდის მდგრადობას ქლორიდების მიმართ, როგორიცაა ზღვის წყალი და ქმნის რთულ ოქსიდებს, მაგალითად მოლიბდენის ტრიოქსიდი. როდესაც მოლიბდენის პროცენტული შემცველობა 2-დან 3%-მდეა, როგორც American Iron and Steel Institute 316 ფოლადში, და როდესაც გვაქვს ნახშირბადის სიჭარბე, წარმოიქმნება ქრომის კარბიდები, რაც ამცირებს პასივაციისთვის ხელმისაწვდომ თავისუფალ ქრომს. ეხლა, როდესაც ვიყენებთ დამკავებელ ელემენტებს, როგორიცაა ტიტანი და ნიობიუმი, ისეთ ფოლადებში, როგორიცაა American Iron and Steel Institute 321, ისინი აკავებენ ნახშირბადს და ხელს უშლიან კარბიდების გამოყოფას. მაგრამ იცოდეთ, რომ თუნდაც უჟანგავი ფოლადი შეიძლება დაიჟანგოს, რადგან მასაც აქვს თავისი საზღვრები.
გარემოში, სადაც კონცენტრირებული ქლორიდებია, მაგალითად მარილიანი აუზები ან სანაპირო რეგიონები, ქლორიდის იონები შეიძლება შეაღწიონ ქრომის ოქსიდის ფენაში და კონკრეტულ ადგილებში მოხდეს დეპასივაცია, რაც იწვევს იმას, რასაც უწოდებთ წერტიმოვან კოროზიას ან ლაქოვან კოროზიას. ან თუ არასწორად მოხდება შედუღება, სითბო შეიძლება გამოიწვიოს ქრომის კარბიდების წარმოქმნა მარცვლების კიდეებზე, რაც ადგილობრივად ამცირებს ქრომს და იწვევს მარცვლებს შორის კოროზიას. ამიტომ სწორი შენადნობის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. სადაც უჟანგავი ფოლადი American Iron and Steel Institute 304 ხშირად გამოიყენება საყოფაცხოვრებო ნივთებში, ხოლო American Iron and Steel Institute 316 არა 316 გამოიყენება საზღვაო პლატფორმებზე. მაგრამ რა მემკვიდრეობა დატოვა ამ გამოგონებამ? ქირურგიული სკალპელიდან ბირთვულ რეაქტორამდე უჟანგავმა ფოლადმა რევოლუცია მოახდინა კრიტიკულ სფეროებში. მედიცინაში მისი ბიოშეთავსებადობა პასივაციის წყალობით უზრუნველყოფს უსაფრთხო იმპლანტებს. საკვების ინდუსტრიაში ის იცავს კოროზიისგან გამოწვეული დაბინძურებისგან, ელექტროსადგურებში კი უძლებს ორთქსა და მაღალ წნევას. მაშინაც კი ხელოვნება სარგებლობს ამით, სადაც Chrysler-ის შენობის ატრიუმი ნიუ-იორკში უკვე 90 წელია ანათებს უჟანგავი ფოლადის საფარით. დღეს კვლევები კონცენტრირებულია სუპერლიგებზე, როგორიცაა დუპლექსი ან აუშტენიტურ ფერიტუნი ფოლადი, რომელიც აერთიანებს მაღალ მექანიკურ სიმტკიცესა და გამძლეობას ექსტრემალურ გარემოში. მაგრამ პრინციპი იგივე რჩება, სადაც მიკროსკოპული ოქსიდის ბარიერი, ქიმიისა და მეტალურგიის გენიალურობის შედეგი გარდაქმნის ხიმულ რკინას მასალად, რომელიც თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი და ლაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილეთ წევრობა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდეთ ჩვენი ვიდეოების მუდმივი მონაწილე. აბა იცოდი რა საკეთებდა. უჟანგავი ფოლადი რომ ჟანგის საწინააღმდეგო თვისებები აქვს, გააქვს რაიმე უჟანგავი ფოლადის ნივთი? დატოვე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომელიც უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, უბრალოდ დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და ჩართე ზარი, ასევე განიხილე არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში შევხვდებით.